გამარჯობა ჩემო მეგობრებო, მე დღეს ვარ სპირტაურაში დიმიტრისთან და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ჭაჭაზე. გამარჯობა დიმიტრი. გამარჯობა. კიდევ ერთხელ. სანამ საუბარს დავიწყებთ, მოდი დავასხათ და გავსინჯოთ. რა ჭაჭა გაქვს? მე ვიცი რომ ძალიან მაგრად ხდი და ძალიან დიდი პროფესიონალი ხარ ამ საქმეზე. მადლობა. ისიც ვიცი რომ შენმა ჭაჭამ ოქროს медаლი მიიღო. შარშან მიიღო ჭაჭის ფესტივალზე ოქროს медаლი. თელავში ჩატარდა ეს ფესტივალი და მან სხვა შესაძლებლად მიიღე მონაწილეობა, რატომღაც არ ვიღებდი მონაწილეობას, მანამდე სტარდებოდა ეს ფესტივალი და გაიმარჯვა საბედნიეროდ. კარგია და გამიხარდა მაინც. იმის თქმა მინდა მეგობრებო, რომ დიმიტრი არის კონსტრუქტორი, ინჟინერიც, სხვადასხვა სახის სახდელ აპარატებს აკეთებს, ყიდის, ასევე ხდის, შეგიძლიათ მოუტანოთ, გამოხდის, მოკლედ ეს სერვისები. სერვისი, კი ბატონო. დიახ. და არა მარტო სპირტნედლეული მოაქვს. არა მარტო ჭაჭა, მე მგონი სხვა რამეებსაც აკეთებ, ხო? ხა აბსენტი ვნახე. კი, გვერდზე რომ დაგიწყი ამ. ცელქოფ ვერ ვისვენებ რა. კაი, მოდი დღეს ჭაჭაზე ვილაპარაკოთ. გაუმარჯოს სპირტაურას და ჭაჭას და სხვა დროს ვილაპარაკოთ. თქვენ სტუმრობას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა. ძალიან გემრიელი არის. ეს უნდა ვსვათ ხშირად. დიმიტრი, მე მინდა კითხო უფრო ტექნიკური ხასიათის კითხვები დაგისვა, რადგან კონსტრუქტორი ინჟინერი ხარ. ადამიანი, ვისაც მოწადინებულია, რომ შეიძინოს, იყიდოს, დაიწყოს ეს საქმე. რას უნდა მიაქციოს ყურადღება დამწყებმა, დილეტანტმა, გამოუცდელმა ადამიანმა, ვისაც უნდა რომ ხდა დაიწყოს არყის. კი ბატონო. ძირითადად ორი მიმართულება არსებობს. ეს არის მარტივი დისტილაცია, ის რომელსაც ნაჩვევი ვართ და ნანახი გვაქვს სოფლებში, ძველ სპილენძის ქვაბებზე. მე პირადად ძალიან ეგზოტიკურად მიმაჩნია ეს მეთოდები და კარგია, თავისთავად კარგია, თუმცა ყველაფერი ვითარდება, როგორც არყის გამოხდის ტექნიკურ საკითხებში, ასევე სხვა სფეროებშიც. არ შეიძლება რომ მუდმივად მაინდამაინც ცხენთია, რომ არსებობს გამოიგონეს მანქანა და მივიწევთ წინ უფრო ჩქარად და უფრო, ასე ვთქვათ, კულტურულად. ამიტომ დისტილაციის სფეროშიც დიდი ნაბიჯები გადაიდგა, განვითარდა და შესაბამისად ეს განვითარება აისახა აპარატურაზეც თვითონ. აპარატურასთან ერთად ცხადია გამოხდის ტექნიკის კვალდაკვალ ამაღლდა არყის ხარისხიც, დისტილატების ხარისხიც. იქ ძალიან ბევრი ნიუანსი გამოიკვეთა და ძალიან ბევრი მიმართულება გაჩნდა, რამაც საინტერესო გახადა მეტად ეს სფერო. გეთანხმები, იმიტომ რომ ხა ჩემ ბავშვობაში მაგალითად რომ მახსოვს ჭაჭა როგორი იყო, რომ დალევდი და რაღაცა ეს ჟრუანტელი. კი, ეს იმის დამსახურება იმ ქვაბების, რომელიც მართლა ეგზოტიკურია, კარგია და შეიძლება უნდა შემორჩეს და იყოს კიდევაც, მაგრამ თანამედროვე ტექნიკამ და აპარატებმა იმის საშუალება მოგცა, რომ ეს ჟრუანტელა ჭაჭა ვაქციოთ მეტად სასიამოვნო სასმელად, რომელიც კი არ გჯღანავს და ცუდად კი არ ხდები პირიქით, ქსიამოვნებს, როგორც არის თქვათ ეს ახლა. გეთანხმებით. კიდე იცი რა მაინტერესებს? აი ცეცხლი ყველაზე აპრობირებული მეთოდი ჩვენთან რაც არის რა. მერე გაზი და დენი. კარგი ხარისხის ჭაჭის ან სპირტის არ აქვს მნიშვნელობა მისაღებად. რომელი ენერგია არის ყველაზე ეფექტური და კარგი? ცეცხლი ხა იძულებული იყო ის ხალხი, ვინც ადრე ხდიდა, რომ ცეცხლი შეშა გამოეყენებინა, ცხადია, ხო? გაზი კი ბატონო, აქვს ადგილი გაზის გამოყენებასაც, ვინაიდან ხა გაზით უფრო სტაბილურად, მეტნაკლებად სტაბილურად შეგიძლია მიყვე პროცესს და ცეცხლისგან განსხვავებით დიდი ცვალებადობა არ ექნება, ხო? ერთ იმაზე რა ქვია, ნაპორი როგორ არის? ყავლი.
ერთ ჭაულზე დააყენებთ რაღაცა გარკვეულზე და ის სტაბილურად გაძლევს იმ ენერგიას, კი ბატონო. თუმცა ახლა როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ კიდე წინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე სარექტიფიკაციო მიმართულებაზე, ანუ იქ სადაც ძალიან ზუსტად უნდა იყოს დაცული პარამეტრები არყის გამოხდისა, მაშინ უკვე სასურველია, რომ ეს იყოს მთლიანად კონტროლირებადი და ამ შემთხვევაში დენი ოპტიმალური ვარიანტია. ეს ერთის მხრივ, მეორეს მხრივ უსაფრთხოც ამავე დროს. როდესაც მაღალ სპირტიან პროდუქტს ვიღებ და იქ ეს იხდება ცეცხლის თავზე, ხო, ჩდება, რა თქმა უნდა, ჩდება ყოველთვის იმის რისკი, რომ იბუთქოს ამ ჩვენმა არყისახდელმა ქვაბმა და გამოიწვიოს ცუდი შედეგები. კი ბატონო. ანუ თავარი აქ არის, რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, სტაბილური ენერგია. არ უნდა თამაშობდეს. გარდა იმისა, რომ უსაფრთხო არის, გამოხდის პროცესში რომ არ გამოყვეს თქვათ კუდები, თავები, ზეთები და ასე შემდეგ. კონტროლის საშუალებას გვაძლევს. და შუაგული სტაბილურობის. კი ბატონო. დენი არის ამ შემთხვევაში ალბათ საუკეთესო რა. მე ეს ავირჩიე ხა, სხვა საშუალება შეიძლება ადამიანს არ ქონდეს ელემენტარულად რა, არ ქონდეს იმ საშუალება, რომ დენით გამოხადოს. არის, ესეთი სხვადასხვა ვითარებები. თუმცა ეხლა საბოლოო ჯამში, ვინც რა ქვია, ცდილობს რომ სიზუსტე და ხარისხი მიიღოს, მოუწევს რა დენზე გადასვლა და ამითი მართვა. შენი ფორმულა გითხარი, თქვათ, ჭაჭის მიღების, თავის მოხდის და კუდის დატოვების დენზე, რადგან ვლაპარაკობ და სტაბილურობაზე, მე ვიცი რომ შენ მრავალი სხვადასხვა ფორმულა გაქვს, რომელსაც შენ ვიდეოებში ამბობ ხოლმე და კარგად გამოცდილი და გატესტილია უკვე ეს ყველაფერი შენს მიერ და არა მარტო შენს მიერ. კი ბატონო. ერთი ფორმულა რო გითხრა, ესე კარგი ჭაჭის მიღების შენეული ფორმულა. კი, ახლა ჩემეულს ვერ დავარქმევდი, სიმართლე გითხრათ, ახლა ეს აპრობირებული არის და მადლობა ღმერთს, რომ ახლა ინტერნეტი არსებობს და ზღვა ინფორმაცია არსებობს. უბრალოდ საჭირო იყო მე როცა ჩაუჯექი ამ საკითხს, საჭირო იყო სწორი ორიენტირებით მიგეღო ინფორმაცია. ანუ ინფორმაცია ბევრია და სწორად აღქმა ამ ინფორმაციის მეორე საკითხია. თუმცა ახლა დროთა განმავლობაში ეს იწურება, ასე ვთქვათ, ეს რაც შეეხება თვითონ ფორმულას, მარტივად არის, ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღიარებული ფორმულა აბსოლუტური სპირტის მიხედვით ითვლება ის თუ რამდენი მოხსნათ თავები და რამდენი ჩავტოვოთ ქვაბში ეგრეთ წოდებული კუდები, ანუ საია, რახიზეთები, მჟავები. 10% აბსოლუტური სპირტიდან თავფრაქციებს ხსნით, თავებს წინაქარი სხვადასხვა რაღაცებს ეძახიან, წინწანაქარი გამიგია ეგეთი რაღაცა. მოკლედ პირველად რაც მოდის რა, ის არის განსაკუთრებით მავნებელი მინარევებით გაჯერებული სითხე, რომელსაც უნდა მოვერიდოთ, მოხსნათ ეს 10%. ოღონდ ამ 10%-ს ერთი დეტალი ახლავს, რომელიც უნდა განმარტოთ აუცილებლად, რომ ეს იხსნება ნელ-ნელა, ანუ ამ დროს ჩვენ ნაკადი უნდა გქონდეს ესეთი ჩქარი წვეთა და ეს 10% უნდა დავაგროვოთ და გადავდოთ ცალკე და მეგობრებო ის არ დავლიოთ. მიუხედავად იმისა, რომ მაღალ სპირტიანია და ესე იგი გული არ გვიშვებს, რომ შეველიოთ, მაგრამ ეს აუცილებელია, ვინაიდან საშიშია. ხო, შუაგულს ვიღებთ, შუაგულის პროცესი, ესე იგი თავისი, მაგას ბევრი ნიუანსი ახლავს, ვისაუბრებთ ამაზე, მაგრამ ბოლოში რახიზეთები და მჟავები ასევე არის ადამიანის ორგანიზმის მტერი, განსაკუთრებული ასევე სიმყრალით გამოირჩევა, ასე სუნის თვალსაზრისით და ესეც უნდა ავიცილოთ პროდუქტიდან რა, ასე ვთქვათ. კი ბატონო, მაგრამ ახლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი არის, ჯერ პატარა შესავალს გავაკეთებ, რომ ადამიანები არიან და მე აბსოლუტურად მესმის ყველა ადამიანის, რომელიც ამბობენ, რომ ჭაჭა არის ერთ ნახატი. კი ბატონო.
ანუ აი ერთ ნახადი ჭაჭა რაც გამოვა, ის არის ჭაჭა. ორ ნახადი, სამ ნახადი კანონით რა თქმა უნდა ეგეც ჭაჭა არის, მაგრამ ერთ ნახადის მოყვარული ჭაჭები ამბობენ რომ არ არის ეგ ჭაჭა. ეხლა ჩვენ ვთქვათ, თუ ერთ ნახადი ჭაჭა არის, იქ ხო ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ აი ამ ფორმულების დაცვა, იმიტომ რომ მასას ყვრით, იქ არ არის სითხე, ვთქვათ, სპირტნედლეული, არის ჭაჭა რა, მასა. კი ბატონო. რომელსაც ჩავყვრით. დადუღებული, ფერმენტირებული მასა. კი ბატონო და იქ ალბათ რთული იქნება ამ იმის დაცვა, რომ არ შეგვერიოს თქვათ თავი, არ შეერიოს საია და ასე შემდეგ. უფრო რთულია ვიდრე თანამედროვე ტექნიკების საშუალებით. მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ეს მოსწონთ რა. კი ბატონო. რას პასუხობთ ესეთ ადამიანებს, ვინც ჯიუტად იძახის, რომ ერთ ნახადი არის ჭაჭა, ორ ნახადი და სამ ნახადი, მიუხედავად კანონისა, რომელიც ამბობს, რომ ჭაჭა არ არისო ჭაჭა. კი ბატონო. ნუ თავისთავად სიჯიუტე არ ვარგა, თორე მე ვიტყოდი, რომ ერთ ნახატსაც აქვს არსებობის უფლება და ორ ნახატს მით უმეტეს აქვს არსებობის უფლება. ერთ ნახადის ძირითადი ფუნქცია კლასიკურ ახლა აი ვისკის ქვეყნებში და ასე შემდეგ, ხო? იქ ძალიან ბევრი იყენებს ერთნახად ნედლეულს, ესე გამოხდილს, დისტილირებულ პროდუქტს კასრებში დასავარგებლად. და ნუ იქ მართლაც თითქმის მთლიანი ბუკეტი არის აი მინარევებისა, კი ბატონო, ის თავსდება მუხის კასრებში, გადის იმას, რა ქვია, დავარგების პროცესს წლების მანძილზე. ეს მუხა მუშაობს, ეს მთლიანი ეს არომატები მუშაობს და გამოდის, ნუ რაღაცა პროდუქტი, რომელიც ნაწილს ხალხისა მოწონს, ნაწილს არ მოწონს. კი ბატონო. ნუ მანდ მართლაც რთული არის გავყოთ ერთნახადის პირველ გამოხდის პროცესში გავყოთ დაცალკევება მოვახდინოთ ამ ფრაქციების. ყველაფერი ერევა ერთად რა, ასე გამოდის. მეორე გამოხდის შემთხვევაში როცა არის რა. ცეცხლზე მით უმეტეს ხო? იქ ვერაფერს ვეღარ აკონტროლებ უკვე, ფაქტობრივად რა, თითქმის ვეღარ აკონტროლებ. მეორე გამოხდისას, ნუ სულ სხვა ისა გაქვს, ხელფეხი გაქვს ახსნილი, მით უმეტეს თანამედროვე აპარატს თუ იყენებ, თუნდაც პოდსტილი იყოს, ანუ მარტივი დისტილაცია იყოს, გეძლევა საშუალება, რომ განაცალკევა ეს ყველაფერი ერთმანეთისგან, სრულად ვერა, მაგრამ იმ ფარგლებში და იმ ნორმებში, რაც უკვე მისაღებია დასალევად. მაგრამ აქ უნდა თქვა თავარი მომენტი რა. პირველ ნახატსა და მეორე ნახატს შორის რა განსხვავებაა? რატო არის მიუღებელი პირველი ნახადის სიტყვაზე და მეორე ნახადი რატო არის მისაღები? ჩემთვის პირადად. კი ბატონო. ჩვენ ახლა მოკეიფეერი ვართ, ზოგადად და ერთი ჭიქის წრუპას ვერ ვჯერდებით. ნუ ეს ხო ყველასთვის ცხადია, ხო? ანუ უნდა შეუბეროთ ეხლა ვერ ვჯერდები, კი ბატონო, შეუბეროთ ვიქეიფი. ის ერთ ნახადი არ არის. გნებავთ ვისკი იყოს, გნებავთ კონიაკი იყოს, გნებავთ კალვადოს. იმის ჭარბა დალევა არაფერ შეიძლება. გასაგებია. თორე დაწვრთვა და ის ძალიან სასიამოვნო გემოები აქვს და ნუ ფასობს და ღირებულება ძალიან ძვირია ბაზარზე, ხო, მათი. მაგრამ ჭარბად მიღება არ შეიძლება. აი ეს უკვე მავნებელი ხდება. აუცილებლად, იმიტომ რომ ის მინარევი საწავა, ხო, იქ არის, იმ პროდუქცია, რომელიც ვერც გავყავ, ვერც თავები გავყავით, ვერც ის რახებიცა, ყველაფერი ერთად არის და გემოსთვის კი ბატონო, ახლა 2 და 3 კლუბი და 1 ბოკალი არაფერს არ გიზავს, არ გაწყენს და არ მოგწამლავს, მაგრამ საკმარისი ახლა 1 ბაპატიე და 9 ლიტრიანი ბოთლი შესვა საღამოს, ხო, სუფრასთან. ნუ მეორე დღეს ძალიან ძიმე შედეგებს იწვევს. ამიტომ არის საჭირო ეს არის უკვე მეორე გამოხდის მეთოდი უკვე, ხო? გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ გემოზე ვიქეიფოთ და მეორე დღეს არ მოვკვდეთ რა. გასაგებია, ანუ მავნე ნივთიერებები შეძლების დაგვარად მოშორებული არის არყიდან და რადიკალურად დიდი სხვაობა არის, რადიკალურად. აქ ციფრებზე როცა რო გადავიყვანოთ დაახლოებით მინარების სიტყვაზე იმ ერთნახატს აქვს პირობითად 300 ერთეული პირობითად და ამას ექნება 30 ერთეული. ნუ ძალიან დიდი განსხვავებაა რა.
აი ამ შემთხვევაში ეხლა მომივიდა ეს კითხვა, თქვათ გაფილტრა რა შვრება? აქტივირებულ ნახშირში, როგორც ვიცით, იფილტრება ხოლმე. ორნახაც კიდევ ფილტრავენ შემდეგ. არის, კი, არის. არის, ხო? რამე უკეთეს შედეგს რა თვალსაზრისით იძლევა აქტივირებულ ნახშირში ორნახადი არყის გატარება? ნუ მე რაც ვიცი, ორი დადებითი ის აქვს, თვისება აქვს აქტივირებულ ნახშირს. თუმცა გამოყენების წესის უნდა მიექცეს ყურადღება. პირველი აქტივირებული ნახშირის გამოყენება მე როგორც ვიცი, ხა ისტორიულად მე ისტორიკოსი არა ვარ და ამ რა ქვია, სფეროს მკვლევარი და სპეციალისტი, მაგრამ მე როგორც ვიცი, პირველად ნახშირი გამოიყენა ესე აქტიურად სმირნოვი იყო ასეთი არყის დღეს მის სახელობის. ხო არის არაყი არის. მის სახელობის არაყი რაც არის, ხო და ნუ წარმოებლებმა ირგვლივ შეატყოს რომ ამ სმირნოვს გააჩნდა რაღაცა მის არახს, მაშინ უფრო კლასიკურ არახსია ლაპარაკი რა. ხორბლის კლასიკურ არახსია ლაპარაკი, გააჩნდა უფრო რბილი გემო. და ესე იგი სიხისტე ქონდა მოხსნილი. ნუ ეხლა რაღაც პერიოდი ალბათ ამ საიდუმლოს ინახავდა, მაგრამ მე გაიშიფრა ეს ამბავი. ეს ერთი მიმართულება, რომ კლასიკურ არახს გემოს ურბილებს. მეორე მე ჩავატარე, არ დამეზარა და ჩავატარე ექსპერიმენტი, 4 ნიმუში წავიღე. სხვადასხვა რა ქვია, მეთოდით მიღებული ჭაჭა და ერთ-ერთი ნიმუში იყო ნახშირის ფილტრში გატარებული. ოღონდ ცირკულაციის მეთოდით შიგნი კი არ ჩავყარე დაუშვათ როგორც წესი ქვაბში ყრი იმაში ბოცაში ყრიან ამ ნახშირს აჩერებენ 2-3 დღე და მერე გადაფილტრავენ და ნუ ესე არ შეიძლება რა ის აქვე ვიტყვი რა რომ იქ რა ქვია ნახშირი რო შეისრუტავს იმ რახიზეთებს ძირითადად ისრუტავს რახიზეთებს და მჟავებს აი ამისთვის არის კარგი და ხა ალდეჰიდებს და ეთერებს ეგ არ შორის რო შეისრუტავს დიდხანს რო გაჩერდება ეს ნახშირი იგივე არახში ხო უკან უშვებს იმას ანუ ფაქტობრივად აზრი არ აქვს აზრი არ აქვს ხო ეკარგებს და შეიძლება ისიც იყოს უფრო მავნებელიც რა ამიტომ ცოტა ხანი აქ ლაპარაკია 1-2 საათს ხო ატრიალო ეს ხო ამ პერიოდში მოურევთ ამ ნახშირს შეისრუტავს და მე უკვე გადავფილტრავთ სხვა შემთხვევაში იგივე დრო და უფრო ნაკლები, როდესაც აპარატი გვაქვს და ცირკულირებს. ანუ და რა შედეგი იყო ამ ლაბორატორიაში როცა რახიზეთებს და მჟავებს მოერია. მოერია, ხო? სხვათა შორის ალდეჰიდები უფრო გაამრავლა. რაც უნდა უცნაური. იმაში გემო როგორი იყო? ასე ვთქვათ, ამცირებს. რახიზეთის, ნუ ახან მას იწოვს, ამ რახის უხეშ სუნს ამცირებს. ამცირებს. ხო, ეს სიკეთეა ერთის მხრივ, მაგრამ ნუ ეს არ არის ცუდ არახს ნახშირი ვერ უშველს. ვერ უშველის, ხო და კარგ არახს, აი ხო და აი ნახე საინტერესო არის, კარგ არახს ჭირდება? ცუდ არახს ვერ უშველის, კარგ არახსაც ამ მეთოდით ურბილებენ გემოს. დიმიტრი, ჩვენ ბევრ ამაზე ვისაუბრეთ და აი იქ მივედით, რომ უნდა გკითხო ადამიანს არ აქვს არც ლაბორატორია, თქვათ არ მინდის ლაბორატორია, ხდის რა, გამომხდელი არის, უყვარს ეს საქმე, უყვარს არაყი. როგორ უნდა მიხვდეს ჯერ ეგეთებს გაუმარჯოს ყველას. ვინც ხდის და ვისაც გიყვარს, ყველას გიყვარს. მოგვიმართოს და გავაუმჯობესოთ. ძალიან გემრიელია. შენი გამოცდილებიდან და შენი დაკვირვებით როგორ უნდა მივხვდე, რომ მე მივიღე საუკეთესო არა, რითი ვხვდები? რომ კარგი ჭაჭა მაქვს, ან კარგი რა მნიშვნელობა აქვს რამე სხვა. ანუ გემოს აი, რომ კარგი ხარისხის, მაღალი ხარისხის ნევის მივიღე, სასმელი მივიღე, ოღონდ ამას ლაბორატორია კი არ მეუბნება. მე როგორ მივხვდე, როგორც გამომხდელმა, რა, რომ კარგი რამე გავაკეთე, კარგი გამომივიდე. მე ხო ზოგადად ყველაზე ვერ ვილაპარაკ, მაგრამ მე გეტყვით, მე როგორ ხვდები, ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ნუ ამ წლების მანძილზე რაღაცა გარკვეული წლების მანძილზე ჩავმიყალიბდა, ხო, რაღაც გამოცდილება პატარა და ამის მიხედვით ვატყობ, დაუშვათ. ნუ ორ ძირითად იმათ იყოფა რა, მანდაც კატეგორიად ეს არასასურველი გემოები რა. ეს არის თავფრაქციები
შუალედური ფრაქციებიც არსებობს, მაგრამ იმის გაგება ცოტა რთულია და არის უხეში რახიზეთები და ეს. აი ეს ორი ანუ თუ არ აქვს, შევადღე რომ არ აქვს თავები მოხსნილი, კარგად. იგრძნობა რაღაც მოაცეტონო, ხისტი, ესეთი ენაზე რომ გაგიმწარებს ენას ხის სუნიც აქვს ხოლმე. სიხისტე, ხო, ესეთი უხეში სუნი მოდის. ასევე პარალელურად იგრძნობა, რა თქმა უნდა, რახიზეთებიც. რახიზეთები მე კიდე უფრო მეტად მეზიზღება რა. ის უფრო საია რაც არის ხო, რაღაცა აი ეს მძიმე რაღაცა აშმორებული ტილოს თუ აი რა ვთქვა რა შევადა რომ აი ამდაგვარი ისინი ახლავს ტონები რა. ამის მიხედვით ვიგებ მე ხა პირადად რა. ხო, რა დასუნა ვთქვა არ არის ეგენი გასინჯავ არ არის. შეიძლება სულზე იმდენად ის რა ქვია გაიშიფროს ასე ვთქვა პროდუქტი რომ დალივ სურვილს აღარ კონდეს ესე იგი ეგეც ყოფილა ეგ ვარიანტები. კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვა, რადგან ჩემი მიზანი არის რომ ჭაჭაზე ვისაუბრო ხოლმე ხშირად. კონკრეტულად ჭაჭაზე გეკითხები. დიახ. ჩვენს ქვეყანაში ჭაჭას აქვს თუ არა პოტენციალი რომ სხვა ალკოჰოლურ, მაღალ ალკოჰოლურ სასმელებზე მაქვს საუბარი, გაუწიოს ღირსეული კონკურენცია. დღეს რასაც უყურებ, ვიცი, აი თითქოს ჭაჭა არის ძალიან დაუფასებელი პროდუქტია. არავის არ აინტერესებს ჭაჭა რა, აი ეგეთი დამოკიდებულება ხვდები? იმიტომ რომ ალბათ იმათმა იციან რომ ჭაჭას რო დალევენ, ცუდად უნდა გახდნენ. ალბათ დაიჭყანონ. ხო, ან დაიჭყანონ, იმიტომ რომ არ დაულევიათ კარგი ხარისხის ჭაჭა. არა და ჩემი აზრით ეს არის ძალიან მაღალი დონის ალკოჰოლური სასმელი რა. გეთანხმებით სრულად. რა პოტენციალი აქვს რომ ჭალებში ეჭიდაოს სხვა ალკოჰოლურ, მაღალ ალკოჰოლურ სასმელებს და გაუწიოს კონკურენცია და დავიწყოთ ასე თუ ისე ნელ-ნელა ამის მოხმარება. ჩემი აზრით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ძალიან დიდი. ზოგადად ვიტყვი რომ ღმერთისგან შექმნილ ნებისმიერ ხილისეულ პროდუქტს გააჩნია სხვადასხვა კეთილი თვისებები. და ხა ყურძენზე რაღა ვთქვათ, ხო? ყურძენზე რაღა ვთქვათ. აქედან გამომდინარე, პოტენციალი ძალიან დიდი აქვს. ეს პოტენციალი ჩანს მაშინ კიდევ უფრო მეტად, როცა იღებ ხარისხიან ჭაჭას. ჩვენ აი როგორც აღნიშნე, ხო? ჩვენ დაჩვეული ვართ, რომ აი დავლიოთ რაღაცა ჭაჭა, დაგჭყანოს და არ ვიცი მეორე დღეს ვკვდებოდეთ და ასე შემდეგ, და პრინციპში ეს ბუნებრივი რეაქცია არის ჩვენი. მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. ხარისხიან არახს ვინც ჭაჭას მაპატიეთ, ვინც დალევს, ის აუცილებლად მიხვდება, რომ ვა, ეს რაღაც სხვა რაღაცა ყოფილა რა და არა ის, რასაც ნაჩვევი ვართ. და აქვს დიდარი, ძალიან გემრიელი, ძალიან არომატული თვისებები, ძალიან ბევრი. და წეგან მეკითხებოდი სანამ ჩაწერას დავიწყებდით რომ სხვადასხვა ყურძენსო, სხვადასხვა რეგიონის აქვს თუ არა, ანუ იგრძნობს თუ არა ადამიანი განსხვავებას. იგრძნობს მეგობრებო აუცილებლად. აუცილებლად. იცი რატო ეხლა ჩვენ ნაჩვევი ვართ რომ რადგან ეს არის გამოხდილი, ცეცხლი, გამოვლილი და რაღაცა სპირტი, გონია რომ არომატებში არ არის სხვაობა რა. სინამდვილე შეგრე არა. შეიძლება თქვათ კახური ხაწითელით და იმერული ციცქათი რომ სხვადასხვა გამოხადო, მიიღებ სხვადასხვა არომატს, სხვადასხვა გემოს რა. მე ეს გამომიცდია და ეს აშკარადესია და აქედან გამომდინარეც თუ გავითვალისწინებ ჩვენი ყურძნის ჯიშების აი ამ თელ სპექტრს, ხო. შესაბამისად ახლა აქ წარმოუდგენლად დიდი ისა აქვს, ასპარეზი აქვს ჩვენს რა ვიცი, ჩვენ სამშობლოს აი ამ მიმართულებით რომ მოვიწონოთ და თავი და ვიამაყოთ, რა ვიცი. კარგი, დიმიტრი, მოდი ჩვენ დროებით აქ შევჩერდეთ. მე სხვა დროს კიდე გესტუმრები და სხვა რამეებზე ვილაპარაკოთ. კი ბატონო. მე მინდა ჩემო მეგობრებო გითხრათ, რომ დაიწყოთ მოძიება თქვენ თვითონ, აი სხვადასხვა მარნების, სხვადასხვა მხდელები, დისტილატები, დისტილერიები საქართველოში თანდათან ჩნდებიან საინტერესო ადამიანები,
ვინც უკვე დაიწყეს ჭაჭის წარმოება. ესე მაღაზიაში რო თქვათ შეხვალთ და ნებისმიერ რაღაც გაურკვეველი ხარისხის არახს დაავლებთ ხელს და დალევთ. ჯობია რომ ამ ქვეყანაში მოიძიოთ საინტერესო გემოები, საინტერესო მხდელები, საინტერესო ვარნები და გასინჯეთ. აი თქვენ თვითონ გასინჯეთ და ნახავთ რომ დიდი სხვაობა არის მაღაზიაში გაურკვეველი არყის და საქართველოში სხვადასხვა კუთხეში გამოხდილ ჭაჭას შორის და მე ვისურვებდი რომ ამ ადამიანებმა და ჩვენ ყველამ ერთად თანდათან დავიწყოთ ჩვენი ეროვნული პროდუქტისკენ მობრუნება რა. აუცილებლად. აი ამაზე რა სიტყვი დიმიტრი, აი გაურკვეველ სპირტებს რო ვსვავთ და ნუ გამეფებულია ჩვენში რაღაცა ისა. სახელის და გვარის გარეშე ვთქვათ, არ გვინდა იმათი ხსენება, იმ სპირტების რო შედიხარ ყიდულობ და არ იცი რა არის რა. სამწუხაროდ მათ უკავიათ იაფიანი ნიშა, ცნობილი სახელით. ხო, კი ბატონო. და სამწუხაროდ ჩვენს მწარმოებლებს უწევენ ძალიან დიდ კონკურენციას. ესე იგი ადამიანს ურჩევნია რომ იაფიანია, აქ ფასი არის ლაპა ეკონომიკური თვალსაჩინო, რატომაც არა ეხლა დავუშვათ ქართულ პროდუქტს გასინჯავდა ადამიანი რა. ქართულ მწარმოებელს უჯდება ძვირი ეს ამ პროდუქტის წარმოება. ნუ სახელმწიფომაც ამაში უნდა ჩადოს თავისი ძალისხმევა, რომ ერთის მხრივ შეუმსუბუქეს ეს გადასახადები ჭაჭის მწარმოებელს, მაგრამ იგივე აქციზი მაგალითად. აქციზი კი ბატონო და სხვა რაღაცეები კიდე შეღავათე პირიქით ხელი უნდა შეუწყოთ ამ მიმართულებას აუცილებლად და მეორეს მხრივ აკონტროლოს ხარისხი. კი ბატონო, რა თქმა უნდა. გაკონტროლდეს ხარისხი. ხელსაც უწყობ, მაშინ კარგი. ხო, მოსთხოვე. კი ბატონო. ხო, ახლა აქ არავითარი პოლიტიკური ის არა აქვს ამას კონტექსტი. უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ ჭაჭა დღემდე, ასე ვთქვათ, მიჩანჩალებს რა. ამას სჭირდება სერიოზული მიდგომა და გააჩნია დიდი პოტენციალი, ძალიან დიდი პოტენციალი ჩვენს ჭაჭას. აი ამხელა ამდენი ჯიშის ყურძნებიდან. კი ბატონო და მეც გიერთდები მაგაში და ვისურვებდი რომ სხვანაირი ხელშეწყობა, აი როგორი ხელშეწყობაც მაგალითად ღვინოს დღეს აქვს. კი ბატონო. სახელმწიფოს მხრიდან. ეგეთი მაგდონის ხელშეწყობაც რომ მქონდეს ჭაჭას, ალბათ რადიკალურად სხვა სურათი გვექნებოდა დღეს. მე იმედი მაქვს რომ ესეც მოხდება რა. ძალისხმევა არის საჭირო უბრალოდ. ხო, ჩვენც ალბათ უნდა ვიაქტიუროთ და რაღაცა მოვითხოვოთ ამ და მე სხვათა შორის სხვადასხვა გადაცემებში ყოველთვის ამას მივაქცევ ყურადღებას რომ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე რომ ხელშეწყობა სხვანაირი გქონდეს რა. კარგი დიმიტრი, გაუმარჯოს სპირტაურას, გაუმარჯოს ჭაჭას და კიდევ ერთხელ გეტყვით ჩემო მეგობრებო რომ მე ვარ დიმიტრისთან საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მხდელთან, ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერ კონსტრუქტორთან და თქვენ შეგიძლიათ არამხოლოდ თქვათ აპარატები შეიძინოთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ დიმიტრისთან, მოიტანოთ თქვენი ნედლეული და აქედან რას წაიღებთ, მე ნახეთ თქვენ გაოცებულები დარჩებით რა. გიგა, დიდი მადლობა, მინდა გითხრა შენს ამ კეთილი საქმისთვის, ამ კეთილი წამოწყებისთვის. ასე ადგილ-ადგილ, კუნძულ თუ მოხერხდება აი ეს ძალისხმევის გაწევა, რომ პოპულარიზაცია და ჩვენ მოვთხოვოთ სახელმწიფოს და ჩვენც არ დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ეს სფერო განვითარდეს. ამითი ისარგებლეს აბსოლუტურად ყველა. აუმარჯოს. მადლობა. კარგად, მეგობრებო.